მუსიკას უნდა დავუბრუნდეთ და ხელოვნების სფეროს. თბილისში ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 100 წლის საიუბილეო სეზონი გრძელდება. 14 ნოემბერს საიუბილეო კონცერტების რიგით მეორე მნიშვნელოვანი საღამო გაიმართა. ორკესტრის მაესტრო გოგი ჭიჭინაძე დირიჟორობდა, რომელიც პოლონეთის ბალტიის ფილარმონიული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია. საღამოზე მოცარტის 27-ე საფორტეპიანო კონცერტი არაჩვეულებრივმა ქართველმა პიანისტმა ალექსანდრე კორსანტიემ შეასრულა. საუკუნოვანი საიუბილეო სეზონი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. საიუბილეო ღონისძიებები დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. სეზონის წარმოდგენი და მთავარი პარტნიორი კი კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია გახლავთ. ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანი იყო საერთოდ ამ ორკესტრთან შეხვედრა და მით უმეტეს აი ამ წელს, როცა იუბილე ტარდება. 100 წლის თავი, ბევრი რამ გაიარა ამ ორკესტრმა, ყოველთვის ავანგარდში იდგა ჩვენი მუსიკალური ცხოვრების საქართველოში, გულოცავ არაჩვეულებრივ კოლექტივს და უსურვებ უზარმაზარ წარმატებებს და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტი და მეტი წარმატებები ექნება. აქ ჩემი ძველი კოლეგებიც არიან, ახლებიც, რომელიც ჩემი სტუდენტები იყვნენ. მოკლედ ყველა თაობა არის თავშეყრილი ამ ორკესტრში, ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დამაყი ვარ, რომ მონაწილეობ ესეთ მნიშვნელოვან ორკესტრის წლის თავში. გიორგი ჭიჭინაძესთან სცენაზე და შემთხვევით ძალიან სენტიმენტალურია, იმიტომ რომ ბავშვების მეგობარია და ჩვენ ვოცნებობდით, აი იქნება ერთად დაგვეკრა. და ეხლა კი უკრავთ. კი დასჭირდა წლები მაგას, მაგრამ უკრავთ. თვლი, რომ ნამდვილად არის ერთ-ერთი კულტურული მნიშვნელოვანი ცენტრი თბილისის ჩვენი სახელმწიფო ორკესტრი.